მეცნიერთა კონგრესს ევალება აღნიშნულ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიიღოს ეროვნულ დამოუკიდებლობის მიმართულებით განავითაროს პროცესები. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ გარე ვექტორები პოლიტიკურ პარტიებზე ახდენს დიდ გავლენას, ამიტომ რეალურად შეუძლებელია მიიღონ ისეთი დოქტრინა პარტიებმა, რომელიც იქნება სტაბილური და ერთ განავითაროს. მნიშვნელოვანია ჩვენ ეს გზა, რომელიც ბუნებრივად გვერგო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი გზა, ავითვისოთ და შესაძლებლობა გქონდეს ღირსეულად მართოთ. თუმცა ამისთვის ჯერჯერობით არ ვარძლავთ, ჩვენ არ გვაქვს კადრები, მომავალი თაობა არის თქვენთვის გაბურებული ნარკოტიკებით, კაზინოთი და სოციალური ქსელებით. ამდენად მეცნიერული კონგრესს ევალება მიიღოს ეროვნული განვითარების დოქტრინა, რომელიც იქნება მხარი შეუვალი გარე პოლიტიკური ძალებისგან და შემდგომ ამ იდეის მიხედვით აუცილებლობა იქნება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. მე აღარ გავაგრძელებ ბევრ საუბარს, მნიშვნელოვან ადგილზე ვიმყოფებით. აქ იყო გონების სამჭედლო. არსენი პალწოველი, ივანე პეტრიძე, გიორგი ჭყონტელი ამუშავებდნენ გნოსეოლოგიურ საკითხებს. ეს არის სულის და სხეულის მიმართება გარე სამყაროთან და ღმერთის ჭვრეტა. ამდენად მათ წინვალეთ შეასრულეს, ჯერ კიდე არ ვიცით რა არის 9 მზე, რომელიც გარეთ შემოსასვლელშია სიმბოლო. მათ შექმნეს უნიკალური კონცეფცია, არა ევროპული, არამედ თვითყოფადი ძველ კულტურაზე, ქართულ იდენტობაზე დაყარებული და წმინდა დავითთან ერთად განახორციელეს ძალიან სერიოზული რეფორმა, რომელმაც ჯერ ცნობიერება შეუცვალა ადამიანზე, შემდეგ ისინი მოქმედებაში გადაიყვანა. ანუ უზნაძეს რომ დავესესხოთ, ჯერ აღქმა შეიცვალეს, რომელიც წინაპირობა მოქმედების და შემდეგ დაიწყეს მოქმედება. ამდენად მე ვიმედოვნებ და შევთხოვ დავით აღმაშენებს, რომ წინ წაგვიწყდეს, აი აქ არის დავით აღმაშენებლის ჯვარი, რომელიც სამწუხაროდ მუზეუმშია დატოვებული და იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა დავითი შეგვეწევა თავისი მხედრობით და პაცხოვრის მიმართ ვიშუამგებლებ და ჩვენ ისევ შეძლებთ მისი იმ სახელმწიფოს დაბრუნებას მონარქიული, რომელიც ჩვენ დავივიწყეთ სამწუხაროდ და გადავერთეთ ძალიან პრიმიტიულ აზროვნებაში და არასწორად ვარ განწყობილი. მადლობა, მე მინდა სიტყვა გადავცე რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს პოეტ დავით შემოქმედის შემოქმედს. დავით აღმაშენებელი ქართველი ენის ყველაზე მაღლა დანილი სახელია. ჩვენი პირველი სვეტი, ქართული სახელმწიფოს სიმბოლო. დღეს ჩვენ ვართ ამ წმინდა მიწაზე. დავითი ჩვენი წარსულია, დავითი ჩვენი თანამედროვეა და დავითი ჩვენი მომავალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორია დანაკუწებულია და საქართველოს აჩეხილ და აკურწულ მიწასთან მდგარი ქართველი ტიპულობს საქართველოს სად არის, რადგან ჩვენ დიდი დავით აღმაშენებლის სულიერი სვეტი გვადგა თავზე, ჩვენ არა ვართ დამარცხებული ხალხი, ჩვენ გამარჯვებული ხალხი ვართ, ჩვენ მომავლის ხალხი ვართ. დიახ, შეიძლება დღეს ბევრი ჩვენგანი არის პესიმიზმში, მაგრამ ისევ დავითს მოუხმო. როცა დავითმა საქართველოს საჭეთ პრობლემა, საქართველოს ტახტი დაიკავა, რა მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ბიზანტიასთან დაპირისპირება, შიგნით ომი, ჩემობადონოში და განაკუწებული საქართველოს მეფე მარტო დასავლეთ საქართველოს განაგებდა. მიწისძვრა, რომელმაც თმოგვისაეფოდ შეიწირა და ამ დროს მოდის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს თავარ არსად დაინახა სულიერება და ზნეობა და საქართველოს სულიერი მიმართულება და გიორგი ჭყონდიდელსა და არსენ იყალთოელს უხმო.
რადგან მან იცოდა, რომ მთავრესი არის ცნობიერება და შემდეგ არის ყოფიერება და იმ დროისათვის, როდესაც უკვე დაწყებული იყო საქართველოში დიდი თურქობა, როცა თურქ-სელჩუკებმა დაამარცხეს ბიზანტიელები, დავით აღმაშენებელმა სწორედ სულიერებით, ზნეობით შეძლო ის დიდი სულიერი გამარჯვება. და ძვირფასო მეგობრებო, თავარი რა ჩვენ დავითიდან უნდა ვისწავლოთ, ესა სახელმწიფო ცნობიერების და ეროვნული ცნობიერების სამაღლება და მათი სინთეზი. სხვანაირად ჩვენი სახელმწიფოს წინსვლა გამორიცხულია. და სწორედ ამისთვის არის აუცილებელი, რომ ქვეყანას გააჩნდეს თავისი განვითარების სტრატეგიული ხაზი. ჩვენ შეიძლება ტაქტიკაზე ვიდაოთ, მაგრამ სტრატეგია რა არის და როგორ არის, ეს სახელმწიფო დოქტრინაში უნდა განისაზღვროს. ეს იქნება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების დოქტრინა, განათლების დოქტრინა, კულტურის ეროვნული დოქტრინა, ჯანმრთელობის და სხვა. და ამით უკვე გამოჩნდება ჩვენი სამეურნეო ხაზი და სამეურნეო მომავალი. იმიტომ რომ ჩვენ მას შემდეგ რაც 1530 წელს თურქეთმა და ირანმა გაიყო, ოსმალეთმა და გაიყო საქართველოში სახელმწიფო ცნობიერება დაეცა სამწუხაროდ. და აი უნდა დაიწყოს მისი აღორძინება და ამისთვის რა თქმა უნდა ერის ინტელექტუალური ნაწილმა უნდა გამოვიღვიძოს. სოციოლოგიის ფსიქოლოგი დიდი გენიალური ლევიათანის ავტორი თომას ჰობსი სახელმწიფოს ადარებს მანქანას და ის ამბობს, რომ მანქანა მთავარი მანქანისთვის არის ძრავი, ის ვერ იმოძრავებს პლასტმასის ძრავით, ის ადგილზე გაჩერდება. და ამ დროისათვის ეს კარგი მეტაფორა შევადაროთ ჩვენ სინამდვილეს. ჩვენი ძრავი, რომელმაც უნდა სახელმწიფო წარწიოს წინ, პოლიტიკოსები, ნამდვილი პოლიტიკოსების ნაცვლად, ყავს ფსევდოპოლიტიკოსები, ნამდვილი ინტელიგენციის ნაცვლად, ფსევდოინტელიგენცია. და მასასადამე ეს მანქანა სახელმწიფო იქნება სტაგნაციის მდგომარეობაში და ის ვერ დაიწურება. აი თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც აღმაშენების ზევნის ადგილას პოსტმოდერნული ჟაკ ფრანგი პოსტმოდერნის ქანდაკებებს საერთოდ მიმართულებით. ანუ სიმბოლო სინერგია ჩანაცვლა, სიმბოლო დისინერგიის, ანუ სტაგნაციისა და ამბობს, რომ პირდაპირ მიუთითებს, რომ სიმბოლოს შეუძლია იმუშაოს და ერის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როცა სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, ხელში გვერდს და სახელმწიფო დავითის სახელმწიფოდან ნაბშვენები დავრჩა, რომ არის ასე მძლავრი ევროპული და ამერიკული სახელმწიფოები დავაკვირდეთ ამერიკის სახელმწიფოს შეერთებული შტატებისა ლინკოლნს ერთი ოპონენტი ყავდა, რომელიც თავდაცვის საქმეებში ბუნდმივად აკრიტიკებდა ლინკოლნს თავის საარჩევნო კამპანიის დროს და მის მტრად მიიჩნეოდა, მაგრამ როცა ლინკოლნი პრეზიდენტი გახდა, ის ადამიანი დანიშნა თავდაცვის ministrად და როცა უთხრეს, რომ როგორ გააკეთე, ეს ხო თქვენი პირადი მტერი იყო, მან პასუხა, რომ ის უდიდესი პროფესიონალი იყო და ის იყო ამერიკის პატრიოტი. ჩვენთან კი რა მდგომარეობაა? მივდივართ იქამდე, რომ ნამდვილი ინტელიგენციის ნაცვლად, რომ ფსევდოინტელიგენცია და ნამდვილი პოლიტიკოსების ნაცვლად ფსევდოპოლიტიკოსები ჩვენ ვართ ლექის აღზევების ჟამს, როდესაც ლექი მაღლა არის, ხოლო ნამდვილი სიმდიდრე საქართველოს არის ხუბში. ჩვენ ყველაფერი უნდა ვეწყადოთ, რომ საქართველოს ამ ძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ამ ისტორიულ მდგომარეობაში დღეს საქართველოში არის ერთმანეთის მიერ ერთმანეთის ძლევი სიხარული, როცა ჩვენი თავის უფროსი პოეტი
არჩი სულაკა ქართველების ზეიმობენ ქართველებზე გამარჯვებას ემზრუნარება და ადრე ეს რევოზინანის თვითნა იწინასწარმეტყველა როდესაც თქვა 90-იანი წლების დასაწყისში მე ჩვენი საქართველოში სიყვარული კლებულობს დიახ ამ ხმარობაში ვარ დიდი დავითის სულის მადლი აკლებდეს საქართველოს და გელათის ბაგრატის ბერების ლოცვას შეწეოდნენ ჩვენს ხალხს. მე ახლა ჩემი შემოქმედებიდან ერთ ლექსს წავიკითხავ და ღმერთმა ქნას ის საქართველოს ყოფილიყოს რომ საქართველოს მოეც მსგავსი ლექსი მსგავს თემაზე აღარ დაეწეროს. ეს რაც ვართ ცაზე ღრუბელი რაღაც საოცრად ჯანღის ფრად წრება ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის მარტო ლაქლაქი და დამარცხება ჩვენ არ ვიყავით ფარსად ანოდით და შურის ზაფებს ჩუმად ვაბავდით პილატესავით ხელოსი ვიბანდით და უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდით ზოგი კი ხალხის ცას ლოცულობდა გონდებოდა ხალხი ეს რა მოგდისო ისიც ხომ გვახსოვს აქ ჩვენ თვალწინ ჩრდილოეთი და მზე ამოდისო მაგრამ ხომ იყო ხახული გრევი იყო გელათი იყო ვარძია და ინდოეთის კარიბჭის ლოდი ერეკლემ თავის ხლით გადასწია გვეწერა ხარზე ცლევა დიდღორი ჩვენზე ხმამაღალ ლეგენდებს გზავნდნენ რომში ფარსმანის დიდხან დაკებას ბელონას ტაძრის სვეტებთან დგავდნენ ხან დარუბანდის უეწავდით ყარებს ხან თავის კი ვერ გადაგვერჩინა ვიყავით მართლა ხნედა რაიმდი თუ მითის ფერად ხუბში გვეძინა და ტრის მახვილზე უფრო გძარავდა მომიზნებული მოყრის ისარი ისე მივდივართ გოჯიცას რჩებად შვილებს კანკელთან დასაფიცარი ესა ვართ რაც ვართ ცაზე ღრუბელი რაღაც საოცრად ჯანგის ხრად წვება ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის მარტო ტკივილი და დამარცხება და შინდისფერი შენი დროშის სადარ სამრევლო ოკეანეში ტივით ჩანს მიწა სართველო უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო ხმალს რომ ჩააგებ იქნებ მაშინ ვტევი ქართველო დიდი მადლობა ხოთ ბატონ დარიელ არქელაუ დარიელ ქართული ერთობის დარბაზის დაფუძნებელი ცნობილი პოეტი რაც მთავარია ის ძალიან უყვარს ახალგაზრდა თაობას და ეს არის ერთად ძალიან მნიშვნელოვანი რომ როდესაც ახალგაზრდა თაობას უყვარხარ და პატივს და ამასთანავე უფროს თაობას ის ძალიან საფოთისაცემი მადლობა ყველაზე მეტად მიჭირს აქადა საგურამოში სიტყვის თქმა მიჭირს იმედო რომ ძალიან ძნელია ამ სახელების ამ სახელების განახლოს იყო და ისაუბრო. ამიტომ ლექსს აგიკითხავ და დავამით უკეთესი იქნება. შეწყდა ჩოჩქოლი ფებზე მიწამზე ეს შუნიწამი მეკცა წამებად. მე როცა ვღავარ ქართულ მიწაზე რა ვქნა თუ ერთსაც ეცოტავება. ჩუმია სივრცე ფეხსუცე მძლავრა და ასაფრენად იწევერებდები მე, როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ, მთელი სამყარო ვიჭირავს მხრებით. შენი თვარდილი, ცდებავით შენთან ყოფნას ართულებს, ამ სამყაროდან შენ ხარ ხიდი, იმ სამყარომდის ვიწავ ქართულო. შეუნდოს ღმერთმა, ვინაც გაღწევა და ცისხლს გიწოდა როგორც ავთარი, ნუ გავხსით, ყველაფერი არწივა, შენი მათთანაც იყავ მართალი. რა გჭირს ისეთი, მე რომ გიცავდე,
როცა შენთან ვარ ვიცი ნებლება ღმერთო მე ვდგავარ ქართულ მიწაზე ნათელი შენი სულში მეღვერება და ქუს გრიგალი ფეხს უცემს ლავრა და საფრენად იწევებ თები ბევრი რამ თქმულა დავით აღმაშენებელს მაგრამ უმთავრესი რასაც მინდა შევეხო დღეს მე ვისაც მისი შედევრი გალობანი სინანულისანი წაკითხული გვაქვს ყველა მიხვდება რომ საქართველო თითქმის რუსეთის დონის პოეტი დაკარგა მაგრამ როდესაც თავზე ცა გვეკრეოდა კაცმა ლექსისთვის ვერ მოიცალა მე წეღან განვაცხადე როცა ინტერვიუ მივეცი თქვენს ტელევიზიას დავით აღმაშენებელი რომ არ ყოფილიყო ჩვენ ქართველები აღარ ვიქნებოდით დავით აღმაშენებელი რომ არ ყოფილიყო ჩვენ ამხელა ქართულ კულტურას ვერ შევქმნით ხალხო დიდგორის ბრძოლაში მუსულმანთა კოალიციურ ლაშქარს სარდლობდა ილღაზი ეს ის ილღაზია ალეპოსთან ბთხვირი რო ადინა ჯვაროსნებს ეს ის ილღაზია რომელმაც 300 ბრძოლა გადაიხადა მანამდე და არც ერთი ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული 300 მეფე ბრძოლა წააგო მან ეს იყო დიდგორის ბრძოლა დანარჩენი მე დავით აღმაშენებლისადმი მაქვს ლექსი მიძღვნილი და ჩოფია ამ ლექსში ვთქვა ფიქრი დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისანის წაკითხვის შემდეგ შენ საქართველო ფეხს გადაგავს გულზე შენ ტანჯულ სახეს ჩვენ ტანჯვით უმზერთ გვანთხევს სიბნელეს ურჩხული ხახით კვლავ წუხარევართ ჩვენ მისი ნახვით დავით განკარდა დიდება ძველი რანით ჰერეთით სვანეთით კახით აღარ მიუტვის დღეს ჩვენ გამტერე და აღარ მივდევთ ჯავარდების ჯაჭვით სიცარიელე თავად შლის საყრდენს შლის საყრდენ ჩვენში იმედის ლახვით ხმალთან ფერავნი ჩუხჩნირად გაქრნენ რაც აღდევს ისევ სიკვდილი მახით უხსენებელი ზეცულზე გვაზის დაშრეწილ თვალით და სახით ჭახით შენ ხარ ვენახი ხარ ცრემლივაზის ანათებ თეთრი კინვარის სახით ხათის ზარივით მამულზე გოდებ უპოვარით და უარგნო გლახით ეჭაჭკურები ვება გოდებს და ცოდვებს საფრთხობ ღვთისმშობლის სახით თუ ბედობა ყავდა ყავბევდა ყლავისეულ ჩებით ერთურთის ძრახვით ო დაკარგული სამშობლოს სევდა დადიდის დღეს შენი აჩრდილი სახით ჩვენ სურვილებში კილული გავხვა ვიფად ჭრილობას ღვინით და რახით გჯერა ყოველი ავსულის ზრახვა უნდა დახუნდეს ავსულის კრაკი მადლობა
მადლობა პოეტებს დაწყობა შეგვიძლიათ, მაგრამ ემოცია არ არის საჭირო, საკმარისი რომ ჩვენ განვიხილოთ ეს დოქტრინა. ამისთვის საჭიროა დრო არის მნიშვნელოვანი. ამ თვითონ საქმეზე გადავიდეთ, ბატონ თემურ მონიავას მეცნიერებათა დოქტორს და შესაბამისად დავიწყებ ჩვენ ჯერ დოქტრინის განხილვას და მიღებას და შემდგომ ვიქნებათ რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად გეოლოგიის მიმართ. და იქნება შესაბამისად ამას დავაფიქსირებ და ახალ რედაქცია შემოვთავაზოთ. მოგესალმებით. ელათის კონგრესის მონაწილეო, დღეს მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებობდა ძალიან ძლიერი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების სურვილმა შეგვევა ამ წმინდა ტაძარში, სადაც არა მხოლოდ საქართველოს ყველაზე დიდი მეფის დავით აღმაშენებლის სხეული განისმენებს, არამედ მისი უმეტესული საფრიალებს და ერთობისკენ მოგვიწოდებს. ის რაც ამ დიდმა მეფემ რუდუნებით შექმნა და ზეობრივი სახელმწიფოს მესაძირკველი გახდა, დღეს რეალურად ამ სახელმწიფოს არსებობის ფაქტის დადასტურება კიდევ ერთხელ გვიწევს. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალურად. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია ამ ეგიდით, მათ შემოგთავაზეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი. რა თქმა უნდა, მე არ წავიკითხავ ამ პროექტის პრეამბულას, იმიტომ რომ თითოეულ თქვენთაგანს ჰქონდა შესაძლებლობა გასწავლოდა მას, მაგრამ ამ პრეამბულიდან გამომდინარე, ის რაც 12 პუნქტად ჩამოყალიბდა, მე წარმოგიდგენთ და თითოეულ თქვენთაგანს ექნება შესაძლებლობა იქონიოს მსჯელობა მას. დავსვენ მხოლოდ ერთს. აი ამ პროექტს წამსვარებული აქვს ერის სულიერი მამის ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი სიტყვები. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. აი სწორედ ეს ლეიტმოტივი გასდევს ამ ჩვენს პროექტს, ხოლო თუ რამდენად და როგორ შეგრძელით ამის ჩამოყალიბება, ამათ თავად განჟით ძვირფასო კონგრესის მონაწილეები. და არის კიდევ ერთი ორგანიზაციული საკითხი. როგორ განვიხილოთ 12 პუნქტია სულ მოგახსენებათ, თითოეული პუნქტი განვიხილოთ, მივიღოთ გადაწყვეტილება და გავაგზავნოთ, თუ ერთობლივად წავიკითხოთ და შემდეგ. მე მგონი თითოეული პუნქტი განვიხილოთ არც თუ ისე დიდი ამოცულობით და თქვენის ნებართვით შეუდგებელი მის წარმოდგენას ჩვენს მიერ წარმოდგენილი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა არის სწორედ ქართული ინტერესის გამოხატველი სისტემური ცვლილებების დოკუმენტი, რაც დასტურდება აქ ჩამოყალიბებულ კონკრეტულ პუნქტებში. პირველი, საქართველოს წარსულის, დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეუხებელია ოჯახის, საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. როგორი იქნება აზრი? მე მგონი საქმეები ნახმარია მოკლედ ავაკონდეთ. ესე იგი მე მგონი მივიღოთ. თქვენი დასტურის ნიშანია. შემდეგი მეორე პუნქტი, მიწა, წყალი, ჭიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება. მესამე, ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად არის აღიარებული, როგორც პრიორიტეტი და განათლების სფეროს ყოველი წარმომადგენელი უნდა მოექცეს საერთო სახალხო ზრუნვის ქვეშ. აქვე გეტყვით, რომ თავაზობენ, რომ საშუალო განათლება გახდეს აუცილებელი. აი ეს მე თუ მკითხავთ, მე მგონი ეს უნდა ჩაიწეროს და საშუალო განათლება უნდა იყოს. ხოლო ალბათ ჩემი პოზიციიდან 12 წელი არ უნდა იყოს საჭირო საშუალო განათლების მისაღებად, ცოტა უნდა კომპაქტური ახდეს. ესეც მეოთხე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, იღებს ქვეყნის საგარეო თავდაცვით, დემოგრაფიულ, სასურსათო
და ენერგეტიკულ უსაფრთხოებათა დოქტრინა. თუ დაამატებთ ამას, მე მგონი ყოვლის მომცველია და მოიცავს ხოლმე შემთხვევაში ამენაცია. შემდეგ მეხუთე, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს იღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის მიმართ ომი არ დაიწყება და არც სხვას მისცემს უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. დეიდრამიტეს გავს, მაგრამ თქო დაგვესმენთ ალბათ. მე მგონი ჩამოყალიბებულია ეს. მეექვსე, საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ესეც გასაგებია. მეშვიდე, ყოველი ქართველი და აფხაზი, დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დაბადებისთანავე ითვლება საქართველოს მოქალაქედ. მერვე, საქართველოს იცავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ცხოვრების საქართველოს მოქალაქის ინტერესს. ეს ყველა პატივმოყვარე და თავმოყვარე სახელმწიფო ასე უნდა იქცეოდეს და მეცხრე, საქართველოში კორუფცია შესაძლებელია ნეპოტიზმის და მე ვფიქრობ, რომ ნეპოტიზმის უნდა გადიოდეს ამ დანაშაულთან რიცხვში. სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ითვლება სახელმწიფო ღალატად, რისთვისაც ქართულ კანონმდებლობაში აღდგენილი უნდა იქნას სამშობლოს ღალატის როგორც დანაშაულის შესახებ სპეციალური მოხდა. ეს მიესალმებით გადახურებისია. საქართველოსთვის მეათე, დაუშვებელია ქვეყნის გარედან დაფინანსებული პარტიების, საინფორმაციო საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. სახელმწიფო უნდა გახდეს მათი საქმიანობის ხელშეწყობის გარანტი. საქართველოს ბიუჯეტის 1% სწორედ ამ მიზნით უნდა იქნეს გამოყოფილი. მისი განაწილების წესი უნდა დაარეგულიროს სპეციალურმა კანონებმა. მე მგონი კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისაღებების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუცვალა და უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. კონსტიტუციურად უნდა იქნეს გამტკიცებული, რომ ქვეყნის პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება მისი მსახური. ამ პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით. დოქტრინას და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სფეროებთან დაკავშირებული საკითხის მიღება არ უნდა იყოს პარტიების პრეროგატივა და უნდა ხდებოდეს რეფერენდუმით. ხალხს რეფერენდუმის მეშვეობით უნდა შეეძლოს როგორც ადამდელი არჩევნების ჩატარება, მიღებული კანონების გაუქმება, მათში შესწორება, ასევე შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს ინტერესების გადახვევიდან გამომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამოწვევა პარლამენტიდან. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა მიღებული იქნეს ახალი კანონი რეფერენდუმის შესახებ. გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ კანონი რეფერენდუმის შესახებ უნდა იქნეს მიღებული საერთო სახალხო რეფერენდუმების მეშვეობით. ეს არის ის ფორმები პუნქტი, სადაც ესპერება ჩამოყალიბდეს თავიანთი პოზიცია, ჩვენეული პოზიცია. თუ საჭირო ჩაფრით, რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით ან ამატება თუ იქნება, შეიძლება ემიდან, ოდესაც ხდება არჩევნები, კარგია. საერთოდ პროპორციული კი არა, იყოს მაჟორიტარული წესი მხოლოდ და პირმა, რომელიც წარადგენს თავის თავს საქართველოს მმართველობას, ის პრეტენზია ვისაც ექნება, უნდა გაუძლოს გარკვეულ ვადას კომპრომატების წაყენებისა, თუ რაიმე ანტიქართული მის განმცხოვრებაში იქნება, მას უნდა ხელისუფლების მანძილი აეკრძალოს. ყოფნა საჯარო სამსახურში, ძალოვან სამსახურებში, სამართალდამცავ ორგანოებში რაღაც უნდა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე. ეს სიცოცხლის გამოვლენა. კომპრომატების აყენებს პერიოდს რო გავუშვი, ნებისმიერი რო აყენებ
მე უნდა მითხრა, აი შენ ეს გააკეთე. ან იყავით ანდული და არ გააკეთე ის რაც ეროვნულ ინტერესებში შედიოდა, თორე მე მგონი ეს რეგულირებებში არის გაწეული და ჩანს, მაგრამ აკია, მე მგონი სანიტაციო კომისიას შეიძლება. აგრეთვე ავტონომია არ უნდა იყოს, ეგრეთ წოდებული განათლება რო ხდება, ამიტომ უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ქრისტიანული მართლმადიდებლური ეროვნული ქართული ტრადიციების შესაბამისი სრული პროგრამა. რაც უნდა ისწავლოს ყველა. კი ბატონო, ეს არის რატომ თავდაცვის პიროში უნდა იყოს განწყობა საყოველთაო და არანაირი რომ სისულელი შემოიღეს მოგეცემა და ამორჩევით და რაღაც საყოველთაო უნდა იყოს როგორც გამყრება რო თვითონ კი ბატონო. კიდევ ველოდებით. ამ მეორე პუნქტში არათანე თავისუფლების მიღების ამის შემდეგ არ დაიწყებოდა შეწყვეტა მოქალაქეობა. ეს პროცესად ახდენს, მაგრამ ასაკი სახელმწიფო ორგანიზაციების მოქალაქეს. ამიტომ აქ დაემა როგორც სახელმწიფოს და ისე მოქალაქეს. ეს ყველა ნაირ ფონებაზე თუ უძრავ ფონებასთან დაკავშირებით. გასაგებია. არის გამოკავშირებულში რეგულირების შეტანილი, მაგრამ გეთახმებით იმაში, რომ არ გასაგებია, მაგრამ ის სფერასაც ამბობთ, რომ დღესაც არის აკრძალული კანონით, სწორი არის. დღეს აკრძალული არის კანონით, არ შეიძლება სასოფლო სამეურნეო მიწის გაკითხვა. ამიტომ გამოსავალი მოძებნეს და თბილისს შეუერთეს მთელი ირგვლივ რეგიონები, მცხეთა, თეთრიწყარო, ესე იგი გარდაბანი და რეალურად უკვე როდესაც თბილისს შეუერთეს, იქ აღარ არის სასოფლო სამეურნეო მიწა, იგი არის უკვე სხვა მიწა და კიდია. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ, მიწა არ იყიდება, არც პიროვნებას და არც სახელმწიფოს არ აქვს უფლება უცხოელზე გაკეთოს მიწა. ზოგადად, ზოგადად, განსაზღვრული არ არის. აბსოლუტურად არა, ჩვენ ახლა ისეთი იურისტი ვყავს აქ, ამიტომ ვიწერთ ჩვენ ხალხოთური ვარ სანიტაციო სამყაროს. ორგან არის დატოვებული რაღაც და სწორედ აი ეს ხორელები უნდა მოიკეთოს. აი ეს არის, კი ბატონო. ბატონო შემო, თქვენმა გამოსვლამდე მიბიძგა ერთი კონკრეტული წინადადებისკენ და შეიძლება აი ამ სახით ცვლილების შეტანამ მოხსნას ეს პრობლემა, მე წაგეკითხა. თუ შეიძლება. უნდა არსებობდეს გამოწვევის ინსტიტუტი, ნებისმიერი აღწერია. აუცილებლად. აუცილებლად არ გულისხმება. ერთი რამეა, რატომ თქვენ ყველა სამურაჯო გამოვთო. აქ საუბარი არის ფუნდამენტურ პუნქტებზე. ამის გარდა მეცნიერთა კონგრესს მიაღწევს ამოღებული მაქვს პროგრამები აქვს სიგნებად და არის 21 პუნქტი, რომელშიც გაწერილია ყველაფერი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ რომ ვჯდებით ამერიკის პრეზიდენტთან, მას ვეუბნები, რომ ჩვენ ეს ქვეყანა ვართ, მიწას არ ყიდით, რომ ჩვენთან ტრადიციებს ნუეხებით, იმას ნუეხებით და ასე შემდეგ. ეხლა ყველაფერს ამაში ჩვენ ვერ ჩავდეთ. ეგ არის ისეთი პუნქტები, რომელიც კონსტიტუციაში გამოტოვეს, არ წერია და ჩვენ ქმნით ეხლა იმას კონსტიტუციას ვერ შევქმნით, ვერ შევქმნით. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვიდრე ახალი კონსტიტუცია მიგვიღია და მე შეიძლება ეს ორი შევაერთოთ. ეს დოკუმენტი რომ მიიღოთ, არავითარი ევროპასთან და ამერიკასთან დაპირისპირება არ გვექნებოდა ჩვენ. ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეს შობამდე აღიარებდა ოჯახის, საფუძვლების და ტრადიციას და ძალიან ბევრ რამეს, არ შეიძლება 21 საუკუნეში აფეთიშებდეს სხვისას და უარყოფდეს თავისას. დღეს ხელისუფლება თავს იწონებს, თვითონ რაღაცას წინააღმდეგ გამოდის. რა შეგჭირდება მიგეღოს მეცნიერება რო შემოგთავაზე 20 წელია და გეუბნებიან, რომ ჩვენ ტრადიციული ქვეყანა ვართ, მიწას არ ყიდით, ჩვენ ეროვნებას ტერიტორიულ მთლიანობას დამოუკიდებლობას თუ შეეხებით. გამოდიან ჩვენთან ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ აი რუსეთის წინააღმდეგო ჩვენ ვეხვეწებით ყველა პარტია, ყველა მოწვეულია.
მთავრობა და ყველანი ვერდაცებით დააკვირდით რაწერია მე-6 პუნქტში. აი აგერ ბატონმა ანდრონიკაშვილმა სწორად დაუკრა ტაში. საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მიტინგებია თბილისში, მეუბნებით აგვაკითხეთ ეს დოქტრინა, არ გვაკითხებენ, აი ჩვენ არ გვაკითხეთ, თქვენ მაინც აიკითხეთ ეს პუნქტი, რა გინდათ მოილანძღებით და იგინებით ყოველდღე, უთხარით, მე ჩვენ ამას რომ მივიღებთ, მერე გარკვეული ჯგუფი წავა მოსკოვში და რუს ხალხს მიმართავს და ეტყვის, თქვენ იცოდეთ რომ თქვენმა ხელისუფლებამ დაგაკარგინეს თქვენ საქართველოს არმი კეთილი განწყობა და ქართველების თქვენდამი კეთილი განწყობა, იმიტომ რომ თქვენ დამოუკიდებლობა წაგვართვით ისაც ამაში წერია ყველაფერი და ამიტომ ჩვენ არ ჩავდეთ ისეთი პუნქტები, რომლითაც ვიამაკებთ ჩვენანი ვინც აქ ვართ და ვინც ამას დაუჭერთ ხარს, რომ ჩვენ ვიყავით ამ ისტორიული პროცესის მონაწილე და ამ ისტორიულ შენობაში, გელათს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში მივიღეთ 12 ისეთი პუნქტი, რომელზეც დადგება ქართული სახელმწიფო როგორც ღონიერი, ძლიერი და დავით აღმაშენებლის გზით-მავალი სახელმწიფო. ერთ პუნქტში მე არ მომეწონა მინიმალური ხალხის დამცველად გვეუბნება სახელმწიფო. იცით რა ვიბაჭია? არა, ჩემი პერიფერია მინიმალურ ხელფასზე. აი თვითონ ცნება მინიმალურ ხელფასისა არის რაღაც თავისებური საფრთხე, რომელსაც უხდებენ შრომელ ადამიანებს, იმიტომ რომ შევარდნაცვით დროინდელი მინიმალური ხელფასის მონიშნა დღესაც კანონშია საგამოძიებო ძალა და 20 ლარია თვეში. ამიტომ ხوار იქნება უმჯობესი რომ ისე რაც მიღებულია ნორმალურ ქვეყანაში, თუ მაინც გვინდა მინიმალური საცხოვრებელი ხელფასი იყოს, რომელიც სულ სხვა იმას მოიცავს. ბატონ თემურ, აბსოლუტურად სწორს ამბობს. ეხლა მე საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბატონი თემური იურიდიული ხაზით და საორგანიზაციო ჯგუფში ეს საკითხი ასე დგას ბატონებო, რომ აქ წერია ერთი რამ, ყველა ქვეყანაში არის მიღებული, რომ არ შეიძლება პრემიერ-მინისტრის აგერ ვერტიბიზის კაცი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წელი ცხოვრობდა. ამ დამოუკიდებლობის აქტს ვინც მოაწერა ხელი $1 მეტი ქონდა სიკვდილამდე, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტს. ამერიკაში ხელფასი $1 მეტი აქვს ყველა მოსამართლეს, ვიდრე პრეზიდენტს, რატომ რომ სამართლიანი სახელმწიფო ეს. მინიმალური ხელფასი ყველგანა რას ნიშნავს ეს? პენსია როგორ გაზრდეთ? ჩვენ ვიყავით პენსიაზე. პენსია რომ აქვს ადამიანს, მასზე მეტი მეორე დოკუმენტში გიწერია 1000-ზე მეტი უფლება მიღების უფლება არ არის. შენ აძლევ 560 ლარს პენსიაზე. ეს ნიშნავს რომ 5600 ლარზე მეტის მიღების უფლება არავის არ აქვს. ამიტომ ეს დოკუმენტები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ერთმანეთს ავსეთ, თქვენ სწორად სამცამით. მე იმას გავიგებთ, რომ არასწორია, სწორად ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ყველა იმ დოკუმენტში ჩამოყალიბებული, რომელიც ჩვენ გვაქვს, მე გაჩვენებთ, მე უნიკალური ეს დოკუმენტები. მეცნიერებმა გააკეთეს უდიდესი საქმე ქვეყნისთვის, დავაფასოთ ეს და შეუდგეთ ეხლა ბეჭებით იმ საქმეს, რომ გავიდეთ ხალხში, გავიტანოთ, წავაკითხოთ ნახონ ეს მასალები და ხელმოწერები გავაკეთოთ, თუ ხელისუფლება იტყვის უარს რეფერენდუმის ჩატარებაზე. ჩვენ მინდა რეფერენდუმი ამ საკითხზე და ვეუბნებით, რომ ყველა პუნქტი, როგორც აქ ვიხილავ, ბატონმა თემურმა წარმოვიდგინა, ისე მოხდეს ყველა პუნქტზე დაწეროს, ამ პუნქტს ვიზიარებ, არ ვიზიარებ, ამ პუნქტს ამას ვამატებ, ან არ ვამატებ. ჩვენ ძალიან კარგად მოხდეს ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ სპეკულიანტური განწყობის ხელისუფლებები არ უნდა იყვნენ ქვეყანაში. არ უნდა იყოს ჯერ ნატო-ში მეუბნებოდნენ ნატოში შევალ და ამიტომ არ ჩავიდეთ თავი. ეხლა იძახი რომ ნატოს წინააღმდეგი ვარ და ამით მეუბნებოდნენ დარჩა ხელისუფლებაში. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი გრავიტაციული მუდმივა, თავისი აღდგენები, რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის. და ეს საკითხები უნდა იყოს ჩადებული ამ 12 პუნქტში. თუ შეიძლება ეს მომდევნო ერთ შესანიშნავად არის ეს საკითხები ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, მეცნიერები უნდა ყურადღება ექცეოდეს აბსოლუტურად და ყველაფერი მართლად არის მან ჩაწერილი. მაგრამ აუცილებელია რომ ერთი სამართლებრივი ვაკუუმი ამოიწუროს. თქვენ იცით რომ როგორ მოხდა კანონური ხელისუფლების დამყობა 90-იან წლებში და 90 წლების შემდეგ როცა შევარდნის ხელისუფლება მოვიდა, ეგრეთ წოდებული იქიდან არალეგიტიმურია, არაკანონიერი, სისხლის მოსული ხელისუფლებები არიან. მათ არ აქვს არანაირი კანონიერი და სამართლებრივი ძალა და ამიტომ უნდა მოხდეს ესეთნაირად გააზრება იმ საკითხებს. კანონიერი მომზადებელ საბჭომ ჯერ ნახდეს და მე დანიშნოს ახალი არჩევნები. აი ეს უნდა გახდეს. ესე იგი, საკითხი, რომელსაც ბატონ თემურ თქვენი იურიდიულად გაცემთ პასუხს, მაგრამ
აი წინი რომელსაც მე გაჩვენეთ, იქ წერია ჩვენ პირველი პარლამენტის წევრებმა ახლა სოვეთის ხალხი. მეც და ხელი მოხს მოწელული იმ ისეთი დამოუკიდებლობის აქცია. ჩვენ იქ მაშინ ჩამოვაყალიბეთ ეს მოთხოვნები და ვამბობთ ერთ რამეს, რომ რეალურად აქ კიდევ ერთხელ მეორე ამერიკის ჩვენთვის ეს დოკუმენტი არის სხვა სახელმწიფოებთან რომ მივდივართ სასაუბროდ. ამაში ჩვენ ვერ ჩავწერთ ახლა რომ გადატრიალება მოხდა და უნდა ეს გვიწერია სწორედ იმ დოკუმენტში, რომელიც იქეთ არის, რომ საქართველოში არა მარტო ამის შესწავლა უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს 2003 წელს რა მოხდა. უნდა მოხდეს 91 წელს რა მოხდა. უნდა მოხდეს ელიევა რომ მოკლეს. იმის შესწავლაც საჭიროა. უნდა მოხდეს რატომ იყო ოქროსაწმისი. ვინ იდგა ამის უკან? ყველაფერი ესენი გვიწერია ჩვენ იქ რომ არავის არ მიცეს თქვენ ვერცით წარმოიდგენთ. ეხლა ირკვევა ოქროსაწმისის უკან ხელისუფლებაში რომ დღეს მაღალი შენობებში არიან 4-5 კაცი ის ყოფილა. ეს იყო იმერეთის ქუთაისის არევა უნდათ რომ საქართველო დაემონებიათ. ჩვენ უნდა დავდგეთ ძალიან სერიოზულად. ჩვენ აღჭირდება ის პუნქტები რომ ვინმე არ უნდა თქვას, თქვათ ამერიკის პრეზიდენტმა არ უნდა თქვას. მე რაში მაინტერესებს ეს პუნქტი? აქ წერია ის პუნქტები, რომელიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა სახელმწიფო მოღვაწემ ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ თუ ველაპარაკებით, თუ გინდებათ, აი ეს ქვეყანა ვართ ჩვენ. ჩვენ რომ ველაპარაკებიან დღეს ევროკავშირიდან მოთხოვნები დაგვიყენაო, იმათ კი არ უნდა დაეყენებიათ მოთხოვნები. ჩვენ უნდა მიგვეცა ეს და გვეთქვა ჩვენ ეს ქვეყანა ვართ. გინდა თქვენ ეს ქვეყანა და ყველაფერი იქნებოდა კარგად, მაგრამ ეს ხელისუფლება არ გაყოლებოდა. ჩვენ ვთქვით დოკუმენტს, რომელიც ქვეყანაში მოიყვანს ინტელექტუალურ ხელისუფლებას, ნიჭის ძალაუფლების ხელისუფლებას. აი ესაა ეს დოკუმენტი. სხვა დანარჩენი პატარა პროგრამებშია. მე მინდა რომ ჩვენ გავაგზავნოთ ეს ურთიერთობა, დავიწეროთ ერთმანეთთან, ბევრი რამ გაქვთ თქვენ, ისეთ საინტერესო რამ თუნდაც ეხლა რომ საუბრობთ ჯართან დაკავშირებით. ჩვენ დოკუმენტში მიწერია, საქართველოს ჯერეთიან პროფესიული ჯარი უნდა იყოს. მეორე თუ საქართველოს ხელისუფლებაში ვერცერთ თანამდებობაზე ვერ უნდა მიდიოდეს კაცი, რომელსაც ქართული ჯარი არ გაუღია. საწელია ეს. ვინმე ხელისუფალის შვილი დინახავ ჯარში თქვენ. არსად არ არის თუ ესე. ამიტომ ყველაფერი ეს ამ დოკუმენტებში კიდევ ერთხელ მეორე მეცნიერებმა დიდი სამუშაო გაწიეს. მე ბადნობის კი არა, აი ბედნიერებაა რომ ქვეყანას ყავს ასეთი ხალხი და მეცნიერების მიმართ ვიყოთ ძალიან კეთილგანწყობილი და ეს ქვეყანა შეიცვლება. პოლიტიკოსებს არ უყვართ მეცნიერები, მაგრამ მეცნიერებს არ დურთ პოლიტიკოსები. ესაა ბედნიერება. ჩვენ მიმართვას მივიღეთ დღეს აქ, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისა და პოლიტიკოსებისადმი და მაშინ ახალ ბევრობის. იმიტომ რომ ვართ რომ მეცნიერული აზროვნება საკითხები დაზუსტებული აშკაროს მათ უბიცობასა და მოლაქალაქე პოლიტიკას. და კიდევ ერთი ბატონო, ის რას ჩვენ ძალეთ იმის გარეშე მომავალი თანხმობის პარლამენტი ისედაც ვერ შეიქმნება. იდეაში იქნება მხარი, აქედან ოქმინერის აუცილებელი შეფასდეს წარსული. რა თქმა უნდა. დავარქვა თავის სახელი და მაშინ უნდა ვიდეო დავიხედეთ მომავალი. კიდევ თუ არის ერთი თუ შეიძლებოდა მე თქვენ შეკრიტი, ძალეთ. მე არ შევეხეთ ეს ერთთან აზრები მოვიდანეთ. ეს ჩვენ ფასიანი ფასიანი სწავლა 100 არის ფასიანი. ჩვენ უნივერსიტეტები გადაგწევთ თუსაც უწევთ რა. წერაკითხვა რო ეზარებათ რა. ასე სტუდენტები ყავს უნივერსიტეტში, ხო? ასე გამრავალ და პროფესორ მასწავლებლო პროფესორები ქვია და მობრალდა ჩვენ ქვეყანას პროფესორები და დოქტორები მობრალდა. გააცეთ სწავლება ძალიან დაბალია. მე მიმაჩნია რომ ეს ფასიანი სწავლება არის ეროვნული დანაშაული. და უნდა გავხსნათ. თუ გასწავლეთ ჩვენ სახელმწიფო დაავადებად ინტერესებთან გამომდინარე, ფასიანი სწავლების გავხსნა არის აუცილებელი. მაშინ და მეცნიერებაში ახდება კიდევ ახლა. ყველა ეცავს დოქტორ დისერტაციებს და ყველა არა ეს მე ასე ვფიქრობ. ამიტომ აქაც და ჩახედავთ მეცნიერება რა თქმა უნდა პრიორიტეტი დოქტორია კანდიდატი არის აკადემიური დოქტორი და ეს ძალიან ცვლის არსებითაც აი თქვენ სპეციალიზირებთ. ეს ფასიანი სწავლება არის ჩვენ ქვეყანაში ეროვნული დანაშაული და ეს მე გამოსწორდა. მაგრამ ფასიანი არ უნდა იყოს სწავლა არ უნდა იყოს. და მეორე საკითხი მინდა ძალიან გაგაცნოთ, მაინტერესებს აი ესეგებია პირველ საკითხთან დაკავშირებით, აგერ ბატონი ესე იგი ერთ საკითხი აი მე უბრალოდ ახლა ჩართული. ამით
აი ძალიან რთულია გადაწყვეტილება რომ მესმის თქვენი გულს პირველი და თვითონ თუნდაც აქ ვასობთ საქართველოს გასაგები ამავ დროს შეიძლება აი ვასობთ და პრობლემია გამიგვარდა ეს არის სოფლის გენოცი კარტოფილი დაგოშა და ზემოთ სოფელი მაგასპიოდი სოფელი მაგარაჩი თუმცა ხენდე ეს კუჩი სოფელი არა სოფელი სოფელი არა მე განათლების სამბოზე არა მაგიდან მე თქვით განათლების სოფელი მაგასპიოდი და განათლება აი ეს სტოპგაუქება თქვენ ახლა თუ მოусმენთ მასაც ახლა კიდევ ერთხელ გიმეორებ განათლების თემაზე მხოლოდ და მხოლოდ სოფლის თემაზე არა განათლების თემასთან ეხლა უნდა შევიგნოთ რა 21 საუკუნეა და ასაგებია რომ ესე იგი განათლებაში უნდა გადავიხადოთ ფული ეს უკვე ეხლა მე არ ვაპარაკობ სკოლაზე მაგრამ თუ კი ამას გვინდა თავი ავარეთოთ მაშინ ძალიან კარგი პროექტია შვედური პროექტი თან არ დაგავიწყოთ ქვეყანა რომელიც არის კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ თითქმის 70%-ია გადასახადი შემოსხდის. ოღონდ სწავლა, განათლება და ეს მომსახურება არის იზავს ქართველი ხალხი 70%-ის გადახდებით. მე მგონი უნდა იყოს თუ ესე თუ არა და მაშინ არ გამოვა, იმიტომ რომ მაშინ მოყოლება ყველაზე დაბალი ხარისხის სკოლები. ახლა მე ვამბობ ეს ეხლა რა შეიძლება რადგან კითხვები ისმება კიდევ ერთხელ გიმეორებ ბატონო მეგობრებს ყველას მინდა გითხრათ რომ თქვენ რაზეც საუბრობთ სოფელი და სხვა რამ ამ პროგრამებში აი ნახეთ ეს არის პროგრამული წიგნი ამაშია ყველაფერი ჩვენ ვამბობთ რომ სოფელი უნდა განვიხილოთ საქართველოში როგორც კულტურული ფენომენი არა უბრალოდ მომცემი პროდუქციის ვაშლამ ხარი წამოვიდეთ იქიდან არამედ როგორც კულტურული ფენომენი და ეს გაშიფრულია რას ნიშნავს ჩვენ ვლაპარაკობთ მეცნიერების პრიორიტეტზე განათლების პრიორიტეტზე სოფელი როგორც კულტურული ფენომენი და ამიტომ თქვენ ამ დოკუმენტში ახლა ბატონმა თემურმა აგერ მითხარ რომ ყველა საკითხი ამაში ვერ შევიდა მაგრამ ვიმეორებ რომ სოფელი არის უმნიშვნელოვანესი რამ და მიდგომა არის სწორი როგორც კულტურული ფენომენი ძალიან სვატანდი და ხმამაღლებს აუბრობდი და გავაკეთებდი ბატონო. ეხლა რა შეიძლება აი განათლებასთან დაკავშირებით თქვენ დიპასუხად ბატონმა ზურაბმა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ მე ქუთაისში, როდესაც ვიყავი ქალაქის მერი, ეს იყო ერთადერთი ქალაქი საქართველოში, სადაც უნივერსიტეტში სწავლებას ვაფინანსებდით ჩვენ და რამე არ გვეხმარებოდა. არავითარი პრობლემა ამ ქვეყანაში არ არსებობს. უბრალოდ ამას უნდა მარტივი რამის გაკეთება. მარტივი რას ნიშნავს იმას რომ დიპლომების კონკურსი უნდა იყოს. ამერიკაში ასეა დიპლომის კონკურსი. ადამიანები სკოლას რომ ამთავრებენ, უნივერსიტეტი აცხადებს მიიღებას, ხომ? იქ წერია, როგორი კაცი უნდა მოვიდეს ამა თუ იმ ფაკულტეტზე, რა უნდა კონდეს მას გავლილი. ჩვენ ამ სისტემას ვამუშავებთ და ეს სისტემა იქნება, რომელიც დაინერგება ქვეყანაში, როცა მეცნიერებაზე ვლაპარაკობთ. და ჩემის მხრივ თუ შეიძლება ერთადერთი ზალმატებდი ის რასაც ჩვენ ახლა ბრძანებთ ეს სამართლებრივი სახელმწიფოშივისაა დაფასებული ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო მაშინ რომელიმე პუნქტა ცალკე ან შეიძლება პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები საქართველოში კანონის უზენაესობა დაფუძნებული უნდა იყოს ეროვნული ტრადიციებით ნასაზრდოებით ოპერატიული ანუ სწრაფი ეფექტური და ობიექტური კანონების განუხრელად დაცვაზე. კანონის დაცვა უნდა იუღებოდეს ყველა სტატისტიკური საქმე უნდა იყოს. სახელმწიფო უნდა იყოს ამის დაცვის გარანტი. სხვა მხრივ, როდესაც დაიწყო დავა 10 წლის წინ და დევაც არ დამთავრებულა, აი ასეთი გადაწყვეტილება რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს იგი, ვერ იქნება რაიმე დადებითი შედეგის მომხდარი. აი სწორედ ამაზე უნდა გამახვილდეს პროგრამა მოვიფიქროთ, დაზიანებული. კიდევ პრობლემები თავარი, იმიტომ რომ სამართლის განხილვა წესები როა ჩამოყალიბებული სახელმწიფო სამართლის თეორია, რომელიც იურიდიული საკუთრებაზე ასწავლია, არც სახელმწიფოს განმარტება სწორად არ ასწავლა.
იმ დღესაც კი ბატონო. ეს შეიძლება მოგესალმებით ყველას პირველ რიგში თომას გილოცავდა მექანისტან ტრაპერსა პირველ საკარიდან თავისუფლად სპორტის ამბობდა რომ 24 მეფე განიხილებს გელათის სასულიერო აკადემიის გელათის კომპლექსი და ნოვაბრო პლუს 25 თამარ მეფეს მიმდებარედ არის საერთო ნაციონალური და ესეც გაცხადდება მალე მე ვარ ზიად მანისეიშვილი ბაღდადის რაიონის სოფელი ვარციხინა აგრეთვე გვაქვს მე და ბატონდებული მინდიაშვილი წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუსრულოთ ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მაგალითად ჩემი პრობლემა და რაღაცა მე უდიდეს პატრიოტი მეცნიერებს თვითონ მაგას მობრძანებული სტუდენტ ყოველწლიურად ესწრება ბატონთებთან აქ და იყო ისრაელიდან ჩამოდიოდნენ და საზღვარგარეთიდან ბევრი ჩამოდიოდა საქართველოსზე და ქართულ ხალხზე მიყოლი ადამიანები და პასაჟირებს ქუთაისიდან მასული ამერიკელების გერყოფდა რა შეიძლება რომ ვამბობთ რომ სოფლის მეურნეობა და ესე სოფლის მეურნეობა მიგას ქვეყანა და ერთი ვიზა რომ ჩაიწეროს კანონში და ისეთში რომ აიკრძალოს ფილოსოფიის გაშვება. საკონელი პროგრამები იყო გრეხი ვერ პატრონს ვერაფერს კი იოლია საუბრებით რაღაცა მაგრამ მე თვითონ ვარ ლეხი მე თვითონ ვარ ფერმერი და მე ვიცი რა პრობლემა არის და გაეროს პოლიციაც ამბობს ესე რომ ჩემი საქმეს მაგალითად მე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჩემს გარეშე სხვა ვერ უნდა წვიტავდეს მე უნდა შევეკითხო ჩვენ უნდა შევეკითხოთ რა გჭირდება რა არის საჭირო და კარგი არის რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დავაფასოთ ბატონდებული მინდიაშვილი და ბევრი ქუთაისში საერთო ხალხურებულები გვარიან პროტეზებს უკეთებს სახელმწიფო 6000 ლარამდე ხარჯობს ისეთ ახლა თაკა რომელსაც ვერ იყენებს და შეიძლება ეს ფული არ დაიხარჯოს ამ რაკეტის ისეთი პროტეზი რომ გამოიყენოს ადამიანები ასე რომ ყველაფერი კარგია უდიდესი პატრის თითოეული მათგან ჩერდა და პირიქით ხელისუფლებას მოუწოდებდი ყოველთვის რომ მოსულიყო ტელევიზიას მოუწოდებდი წინაწლებში მოსულიყო და არავინ არ მოდის და არავინ არ ესწრება და თუნდაც აქ ქუთაისის და მე მინდა რომ ჩაიქცევას ისე რომ აიკრძალოს კიდევ ერთი მეორე ყველას კი სწორად სვამს საკითხს კარგია მაგრამ თქვი რომ ეს არის პროგრამებში გაწერილი ბატონებო ეს არის ქვეყნის საყრდენი დოკუმენტი რომელიც იწყება იმით რომ მიწა არ იყიდება ტრადიცია უნდა იყოს დაცული დანარჩენია 12 პუნქტში ჩვენ თელ სამხაროს და იმას ერჩავდეთ ხალხო მე ამიტომ გითხარით რომ აი აქ კიდევ ციგნი გვაქვს გამოშვებული მინდა ვიცხოვრო ბედნიერების სამშობლოში ეს რომან ბურბას ეზუა უნიკალური რამე აქვს გაკეთებული მეცნიერებს აქვს დადებული 100-მდე პროექტი რომელშიც ისეთი რამეებია ჩადებული თქვენ დაუჭირეთ ხარი მიეხმარეთ ვერდი დაუდეთით მეცნიერებს ეს გაწიეთ სოფელში და სხვაგან ეს ქვეყანა შეიძლება ვიდრე პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქაში ცხოვრობ ეს ქვეყანა ვერ შეიძლება ჩვენ დღეს თქვენ საკითხს ან უნდა წავიდეთ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების გზით ან უნდა გადავიდეთ მეცნიერების ერაში ქვეყნის გამარჯვება არის მეცნიერების ერაში აი სამთავარი აი ამის პისვარი შავეროთ კანონებში და კანონში უნდა ჩაიწეროს ეს დავამთავრებ და უბრალოდ იმას გეტყვით რომ საქართველოს მართლა განჯელი ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა არა განვითარება ამას ყველა მოესწრები და საქართველოს აუცილებლად ყველა ქვეყნის დაკარგული ტერიტორია ამასაც 100%-ი 100%. კიდევ ბატონებო არის სურვილები შეკითხები თუ არის შეკითხები რომ დავასრულო თუ არა და მივიღოთ მივიღოთ კანონებში გულისხმობა მრავალი განხილვა რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად ამის ვერჩევთ ერთი რამე მინდა უთხრა რომ Facebook-ზე საცივილიზებული სახელმწიფოსკენ რა ხოდის კონტროლი ბატონი ვახშიშვანია აქ არის ძალიან საინტერესოები დოქტორი მარქსის სპეციალისტი ამ Facebook-ზე დევს ყველა დოკუმენტი
რომელიც ჩვენ შევქმნით ამ დღისთვის და ლაპარაკი არის ამ 12 პუნქტზე, მაგრამ ვიცოდით რომ სხვა საკითხები დაისმებოდა და ამიტომ ყველას ურჩევთ შეხვიდეთ, ნახოთ თქვენ ამომწურავ პასუხს მიიღებთ ყველა კითხვაზე, იმიტომ რომ მეცნიერები დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობენ. ჩვენ თქვენ უნდა მოგვეხმაროთ იმაში, რომ ეს 12 პუნქტი იყოს ისეთი, ეხლა უცხოელებს ჩვენ რო უგზავნით, აგერ ზის პიროვნება რომელიც არის პოლიტოლოგი, მეცნიერების დოქტორი, უცხოეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საქართველოში დაბადებულია, ისრაელში ყველგან ცხოვრა. ამ პიროვნებამ რო წაიკითხა თქვა რომ ეს თქვენ კი არა, სხვა ქვეყნებში გამოიყენებენ ისეთ დოკუმენტს იღებთ თქვენაერთ. ეხლა ჩვენ არ შეიძლება ეს დავკვირთოთ პატარ-პატარა რაღაც საკითხები. აქ ლაპარაკი უნდა იყოს ფუნდამენტურ ღერძულ საკითხებზე. ვიმეორე, ამ დოკუმენტში წერია, დაგვიძით თქვენ ეხლა ერთ რამეს დამით მივხვდებით ყველაფერს. თავარი წერია ამ დოკუმენტში, ნახეთ რა არის. რაც ყველაფერი თავარია, მაგრამ ერთი პუნქტი ასეთია. საქართველოს განსაზღვრება საქართველოს ხელისუფლების. საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, საკუთრების უფლებას, სიტყვის უფლებას და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლებას. ამერიკის კონსტიტუციიდან არის აღებული. მერე წერია, სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია. ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საცხოვრისი გადახურული, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საარსებო კალათა და ის უნდა დადგინდეს მსოფლიოში მიღებული კანონმდებლობით არა ხელისუფლება ადგენდეს, არსად არ ადგენს საშუალო ხელფას ხელისუფლება, საარსებო კალათას ადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაცია. და იქვე წერია, განათლების და სამედიცინო მომსახურების ერთნაირი სისტემები უნდა იყოს. ჩვენ ვეუბნებით, ვისაც გინდათ იყავით ხელისუფლება. მოდით პირდაპირ თქვით, ჩვენ მოგეხმარებით, მეცნიერები და ვეთქვით, ოცნება გინდა იყავით, ოღონდ ეს გააკეთეთ, რომ ადამიანს ჰქონდეს საარსებო პირობები, საწყობისი, ესე იგი, ამ დებულებიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ და პირველი ხელისუფლება სულ რამდენიმე თვე იყო და იმას ვერ მოვთხოვთ, საქართველოს 92 წლიდან პრაქტიკულად ამ პუნქტის მიხედვით ხელისუფლება არ ყოლია და არ ყავს დღეს. მივიღოთ ჩვენ ესენი, გაუწიოთ პროპაგანდა, გავიდეთ ხალხში, უთხრათ და მოვიგებთ ამ განწყობით და სპეკულაცია არ იქნება ხელისუფლების. მე მგონი აზრი გასაგებია დოქტორი შინაარსი მისაღები და კიდევ ერთხელ მოგმართავს. მივიღოთ ამ სახით, როგორ იქნება თქვენი ყურს. ესე იგი მიღებულია ერთმანეთ. დიდი მადლობა მეცნიერთა შრომის ესօრდენ დიდი დაფასებისთვის და ღვთაება ქრას რომ ჩვენ თავში ვიპოვოთ ძალა გავახორციელოთ ეს დოქტრინა ისე როგორც ჩვენ გვეუბნებს და ეკადრება ჩვენ. ორგანიზაციულ საკითხთან დაკავშირებით ვიწყებ ბატონდეს. აი ეს დოკუმენტი რომელიც დაგირიგდა, აქ არის მინიშნებული სად რატომ თქვი ესო ბატონ თემურ გუნიავას გადაცემა მიიღოს. ამ რანგის მეცნიერების დოქტორს, იურისტს, აქ არის კიდე მიხეილ მამიაშვილი მასთან ერთად და უამრავი საინტერესო პიროვნება, უამრავი საინტერესო გადაცემა მიდის ამ ტელევიზიით. აი ამიტომ თქვენ გაუწიეთ პროპაგანდა, ყველას უთხარით, ჩართეთ, თუ თქვენ ხართ რაღაც იმაზე, თქვენ პროვაიდერს არ აქვს ეს, უნდა მოთხოვოთ, თუ არ გექნებათ ეს ტელევიზია ჩართული, ასე გააკეთა ფირმა. მაშინ გადავალსხოთ და იმ წუთშივე ჩართავენ ამას. თქვენ მიიღებთ ძალიან დიდ ინფორმაციას. გუშინ მე შემოგვიერთება ალბათ იგორ ჩხეიძე მოდის აქეთ. იგორ ჩხეიძის ოჯახში ვიყავი და მისმა მეუღლემ მითხრა, მეცნიერების დოქტორია. ჩვენ სხვა ტელევიზიას აღარ უყურებთ. აი როცა ვნახეთ ეს იმ დროს არის საგანმანათლებლო. სწორედ ამაზე იქ კი არ არის პოლიტიკური სპეკულაციები კი არ არის. აქ არის საუბარი სერიოზულ ფუნდამენტურ ქართულ საკითხებზე. მადლობა, მოკლედ მეორე საკითხით დავასრულეთ, მნიშვნელოვანი იყო. ეხლა შეგვიძლია გამოსვლელები აქ ჩაწერილ და ნელ-ნელა ვეცდებით დრო დავზოგოთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ასე ჩავაყალოთ და ბოლოს გადავცნოთ ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეაზე და ამით დავასრულეთ თეორიული ღონისძიება დასრულებით. ბატონი საშა ალექსანდრე რუსეცკი, პოლიტოლოგი, სოციოლოგი, მეცნიერებათა მეცნიერების დოქტორი და ძალიან გამორჩეული კაცი და დიდი მადლობა რომ არის. როგორც ფსიქოლოგმა მინდა გითხრათ, აი ესე წვირებში, ასე სიცივეში ბატონთებული, ხო? აზროვნება შეუძლებელია. ო, ამა გაყინული ისე, რაც მინდა მეთქოლები. ამიტომ ესე იგი
უბრალოდ ვიწყებთ ამას, რომ რაღაცა ცოტა მაინც გავხსნათ რა. ხო, ჩვენი აზრები ძალიან საინტერესოა და რაც შეგვიძლია და გაკეთებული არის უკვე მეორე თუ მესამე წელია და უფრო მეტიც ესე იგი რომ საზოგადოების ჩარჩნობილი აღავაკულებ ყურადღებას უბრალოდ მოკლედ ვიტყვი რა რომ ძალიან ძლიერ ვითარებაში ვართ კონსტიტუციური კრიზისი გვაქვს კონსტიტუცია არ გვარგა ისაც ახლა ბატონეთებული და სამოსო კონგრესი აკეთებს ეს არის თქვა ხელშეწყობა ახალი კონსტიტუციური სისტემის შექმნის სადაც ყველა აზრი იქნება გათვალისწინებული და ძლიერი ქვეყნის ჩარჩოში მიახსენებს უყურებთ და ეს მინდა ჩვენ კომუნიკაცია ატოლა მეცნიერული აზრი არის მაშინ მეცნიერული აზრი რომ ამას რაღაც შედეგი რა თუ შედეგს ჩვენ ვერ მივიღებთ თუ არავითარი აზრი არ გვაქვს არ ეხება მე მინდა გავთავარებ იმით რომ ისე იგი ჩვენ დღეს უბრალოდ ვიყოფებით წმინდა ადგილას და წმინდა მეფე დავით რა ამიტომ ყველაზე ძალიან მე გამაინტერესებდა დღეს თუ როგორ მოიქცეოდა მეფე დავით ისე რას გააკეთებდა მეფე დავით როგორ მართავდა ესე იგი ამ სისტემას აი ქვეყანას რა ფიქრობ აი ამ თემაზე ჩვენ სხვადასხვა შევჩენილო შევიდრებო და ვიმჟო და ვიმჟო რა ხო მეფე დავითზე არამედ მეფე თამარზე სპაუშო ძირადებზე ხო სპაუშო ადამიანებზე ვიცაც უფრო მეტი გონება ხოდა და უფრო მეტი გამოსტილება და შედეგები ვიდრე იმათ ვიც მართავდა და ვერ მართავდა